სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო What you know and one day's got what you need. What I want. No, რაღაც შენ და რაღაც ჩემი სოფლის მამალი. კაი, დროა უკვე გაიღვეცო ზვიად მე მგონი, არა? ანუ ხო შეგიძლია რომ გავჭრა და მე გადაიღო. კარგი რა. ისედაც მთელი ღამე არ მიძინიო. რატო არ გეცი? რატო? აგერ კართან მომადგა ჩემპიონატი. კართან მოდგა შემოდგომა. ეს დილიდან სიმღერები რა არის? რა ჩემპიონატიო, რა ზახდი? რაზეც ორი კვირაა გელაპარაკები. ის რა ქვია? World Night. Board Night. Fortnite. და ის გეშენია? იცი რა მხოლოდ კონკურენცია. დიდები არია? იცი მე მგონი ყველაზე დიდი მე ვარ. მაგრამ არ არის ძმა ვადვილი, ესე 12-13 წლის ბავშვებთან ასპარეზი. და იცი შეში როგორ უნდა დაძლიო? როგორ? წარმოიდგინე რომ ხარ ძალიან დიდ ბილბორდზე გამოჩენილი. და ზემოდან აწერია ეს. World Champion of the Fortnite. ჩანჩურა 1-2-3. ვიღადავე შენ და იცი რამდენს მოსვას ჩემი ეგ სახელი? უცხოელებიც, ხო? ხო, უცხოელებიც არიან. კაი და ფრანგები როგორ გეძახიან, ჩანჩურა? თუ ჩანჩურა? აუ შენ ხა მაკლდი დილიდან რა. ამან მე თან. კაი ბიჭო, მოდი რა. ჩემი ჩაი სადაა? ავე მოდი რა ზვია, ლაკჭი. ვაუ. ძალიან მანებივრებ. ცდილობ. ისე ბიჭი რომელიც წლებია დედასთან ცხოვრობს, ასეთი კულინარიული უნარები. გიკვირს? რეზიდენტურა გავიარე გერმანიაში. სანამ წავიდოდი, კვერცხი შეწვა არ ვიცოდი ნორმალურად. ყველაფერი შეჩვევის ამბავია. ხო, მაგრამ ვერასდროს შევეჩვევი შენ საძინებელში მალო სანამ შენი შვილები არ წავდნენ. კარგი რა. წარმოიდგინე რომ თინეიჯერი ხარ და შეყვარებულის მშობლებს ემალები. მაგასაც ვერ წარმოვიდგენ, იმიტომ რომ თინეიჯერობისას მარტო ბიოლოგიაზე ვიყავი შეყვარებული. მართლა? რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ სკოლის გოგოები შენზე გიждდებოდნენ. სულაც არა. არც არავის მოწონდი? არ ვიცი, ესე შეიძლება ვინმეს მოუწონდი, მაგრამ იმდენად მინდოდა ექიმობა და ჩემს მიზნებზე იმდენად ვიყავი კონცენტრირებული, რომ ისე გული არ გწყდება, რომ ვეღარ აგრძელებ ქირურგიის პრაქტიკას. კი, მაგრამ რაღაც შეცდომები დავუშვი და პასუხიც უნდა ვაკო. მაგრამ ესე რო არ მომხდარიყო, შენ ვერ შევხვდებოდი. მოგწონს? გემრიელესია. ამას მორჩები მოვწესრიგდები და გავიდეთ. კარგი. მანქანით ვარ და ერთად წავიდეთ. აუ არა არ გვინდა რა. რატო?
ვინმე დაგვინახავს და მე უაზროდ უნდა ვინერვიულო. ეს თანამშრომლების მზერები და ზურგს უკან საუბრები ორქმარ გაშორებულ შვილებიან ქალზე, რომელმაც ყველაზე სიმპათიურ ბიჭთან დაიწყო ურთიერთობა, ცოტა მანერვიულებს. რაო, ყველაზე სიმპათიურსო? მარტო ეკაიგე. კარგი, როგორც გინდა. მაგრამ გოროთ ხალხზე ძალიანაც ნუინერვიულებ მართლა. ვიცი, მაგრამ მოდი ჯერჯერობით ესე გავაკეთეთ. კარგი. ისე ცოტა დრო კიდე გვაქვს ანამწავალთ. სალარი ჩემი ბიჭი. ეხა უთხარი რომ მოვედი და უნდა დავჯიჯკნო. ბოდიში დაგვავიწყდა. იმედი არ გავხური. აი მე ჩემი რა გითხრა, მაგრამ შენ ეგ არ გემუქრება. დაიცინა. რაღაც მომენტში იმის თოხმას და ორ წუთში ვითომ არაფერი ძინა. რა ქნას მარტო ეგიცის. ეს რა არის? აი რა. ჩუქრები მოდი ნახე. რა ამბავია, რატო შეწუხდით ესე, ნუ რა არის? ვემ არ შევწუხდით და თან შენთვის არ მოგვიტანია, ბავშვს მოგუტანით შეიძლება? ძალიან მიყვარს. ჩვენ ძალიან. აბა, მე მინდა, მეც მინდა. წადი დაჯექი და მე გავაკეთე. ვიცი, ერთი წუთი ვარ ორსულად. ვიცი, მაგრამ ისაც ყოველი ღამე უნდა გაათენა ბავშვის გამო. მე გაგიკეთებ, გინდა ყავა. მეც მინდა ღამების ენება არ გამახსენოთ. ელენე ისე მოწვალებდა რომ ეხაც ის მინდა რა შვები თქვენ. მიდიხართ ეკასთან, გულავთ? ხო, მივდივარ გოგო მის ემთხოვა რომ უარი ვერ უთხარი და შენ დარწმუნებული ხარ რომ ვერ წამოხვალ? კი არა, ქეთევანო მითხრა რომ დავიტოვებ, მაგრამ რაღაც მეცოდება რომ მარტო დავტოვო ძალიან პატარა. მეც მის შენ. შენ რა ქვია? მამის მარა. რა ვიცი, ხა გოგამ რა ხარ გითხრა მოდითო, მე მგონია რომ მოგვარებული იქნება ეგ ამბავი. მეც ესე მგონია, მეც არ იტყოდა ესე. ხო. ტელეფონი გირეკავს. რა მომიტანრით? ეს მოიწონა. ნამასტე. აღარ გვიგზნებ თავს. სულ უკეთ. ასეც უნდა იყოს. ნელ-ნელა კიდევ ბევრ შეგრძნებს აღმოაჩენ შენ თავში. ხო, იმედია. გურუსო ახლა ვარ. გაშე, მიდი, ხარ უკვე? ხო, პირველ საათზე ჯგუფი მყავს და ვერ მოვასწრებ. ძალიან მაინტერესებელია რა. არა, დროებით. კარგად. აი, მიდი, ძმაკა. შენიც. ნახავ მერე. რაც გიყვარს, ყველაფერი მოვიტანე. და რა თქმა უნდა, რისი უფლებაც იმ გურუ მომცა რა. ძალიან რომ მოყარხარ გითხარი უკვე. იცი რა, რაღაც არ მახსენდება. რომელი ხარ? რომელი? აი, ყველაზე კაი. მართლა. მადლობა რომ ესე ზღუნავ ჩემს. წამოწოდი მე ცოტა ხანი, კაი? კიდე. თაკო, მოდი და რაღაცას გეტყვი რა. არა. მოდი დღეს მე ავარჩევ, რასაც უნდა უყუროთ იმ ფილმს. კარგი? ნუ, არჩი. მე ავარჩევ. მიდი. ვერ ხვდები საერთოდ როგორ გადარჩა. ო მაქსიმ აღლიდან კი არა ბავშვობაში მეორე სართულიდან გადმოვარდი. ერთი თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი საერთოდ.
ეს ახალი თვალით უყურებს ცხოვრებას ალბათ. ნუ ახლიდან დაიბადა რა. რას ვფიქრობ, იცი, რამე ხوار გამოგჭი. შეუძლებელია მხილ სიმაღლიდან გადმოვარდე და მხოლოდ მცირე დაზიანებები გქონდეს. ხო, მაშინ მოდი თავიდან გადაამოწმებინე ყველაფერი რა. კარგი, ეგრე ვიზა. შეიძლება? მოდი თქო. არაშუტის პაციენტზე გავიგე. მე მაგას განვიხილავდი თქო. ჩარევა არ მინდა, მაგრამ ნიკა გახსოვს მსგავსი პაციენტი ყავდა ჩვენც. დაზიანებების გამო გოგონა რო შოკში იყო და ვერაფერს ვერ გრძნობდა და არც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ გამოჩნდა არაფერი. ო გამახსენდა, ხო, იმ პაციენტის შემთხვევაში ეგრე იყო, რომ გოგონა შინაგანი ორგანოების საშუალო მდგომარეობაში იქნებოდა ნაწლავის პერფორაცია ან დამბლა განვითარდებოდა. და საბოლოოდ აპენდექტომია დაჭირდა. ხო. ეგეც სიმაღლიდან გადმოხდა? 3600 მეტრიდან. შანსი არა. ო რას ვიდა, იცი? მოდი იმ პაციენტის ისტორიას გამოვითხოვ კლინიკიდან და ჩვენსა შევადარებ. შემიძლია მე გავაკეთო ეგ. აუ თუ არ შეწუხდები. არა, ეს ისურველი. და ჩემთან შემოვიტანე რა. კარგი. მადლობა. ნაკის. აი ესეთი ნახაზები მიჯერ არ მინახავს რა. ბიჭო, ეგრე დავიბენი მეც თავიდან, მაგრამ უადვილესია რა. აი ხა ერთ დღეს ჩამოვა ეს დანადგარები და ეგრევე დაგამოღამებინებთ რა. აი ამის გატანა. ქართულ ბაზარზე ძმაო იქნება შოკი და აფეთქება. და რა აფეთქებს ამას? ზვიად, ისევ ამბობ რა, მეტაფორულად შენ კიდე. ხო და მაგიტომ მინდა რა, რომ აი სანამ დანადგარები ჩამოვა, ზუსტად შევთანხმდეთ დიზაინებზე რა. ეხა მე რას ვფიქრობ, ნახე. პირველი და მეხუთე. ამ ორით უნდა დავიწყოთ რა. და აი ამას მეორეს, მესამეს და მეოთხეს რას უწუნებ? არა ეს პირველი და მეხუთე არის აი ჩათვალი კომპლექტია რა. რა მგონია რომ ბაზარზე კარგად წავა. მეც ეგრე ვფიქრობ ძმა. ხო გავუშვათ. ჰა? მე წუთი. გავუშვათ. ალო? კობა ბრძანდებით?